გემშვიდობის ვიხასოთა რა მემამულეო ჩვენ მეგობრებო ჩემო გულიანი ხალხი ჩვენ მივხვდებით ახლა წამისის ტე პარკში რომელიც ჯერჯერობით სახელმწიფო საკუთრებაა მოატარე გეხოცები და უბრალოდ ხალხმა ნახოს აქ რა სიტუაცია სამწუხაროდ აბსოლუტურად მოუვლენია ამას ქვია რომ სახელმწიფო ვერ პატრონობს იმდენი ხალხი არის დღეს ოჯახები დამოკიდებული შეშაზე რამდენი სამუშაო ადგილიც ხო იქნებოდა ბევრი არა ეს რო გაწმენდიყო ცოტათი არ არის ათასობით ჰექტარები რო გაეწმინდათ სანიტარული ჭრა მომხდარიყო ამის შეშას დაამზადებდნენ და თუ არა ჩუქებდნენ მოსახლეობას რომელიც არის თქვა შეშაზე იაფად მაინც შეიძლებოდა სახელმწიფოს მიეყიდა ანუ რისი თქმა მინდა როცა ვერ უვლის სახელმწიფო ნახეთ შევიკრიბეთ ხალხი და დავიწყეთ მოვლა არა მარტო სახელმწიფოს რომელიც ასე უდიერად მიგდებულია ჩვენ აი შენ რო კერძო საკუთრება რო გონია და რო შემოიღობე ათასობით ჰექტარები და ვერ ამუშავებ წლებია აი იმასაც იგივეს გაუკეთებთ და რატო დღეს მსოფლიო საიტკენ მიდის ვხედავთ სულ ყველა რა გლობალური კრიზისის ახეზია ფაქტიურად თუ ჩვენ ქვეყანაში არ დავამუშავეთ მიწები არ მოვიყვანეთ შემოტანა გაჭირდება და შენ იმის უფლებას არ მოგცემ რომ ეს ათასობით ჰექტარები შემოძმაო და აკონსორო და ჯაგდარად აქციო და გაუვალ ტყეპარკად არც სახელმწიფოს და არც კერძოს პირდაპირ ვამბობთ ამას ამიტომ უკვე აი ეს ერთობა ძალიან მიხარია ეს არ არის ჩემი დაორგანიზებული ეს ახალგაზრდა ბავშვმა თემურ ბოკალავაძემ დააორგანიზა და მადლობელი ვარ ამისთვის ნამდვილად კარგი წამოწყება არის გამოუჩნდა ამას მიმდევრად და ხალხი მოვიდა თავისი იარაღები მოიტანეს ზოგმა გცელი ზოგმა ნაჯახი ზოგმა რა და მუშაობენ აგერ და ეს არის ზუსტად სახელმწიფოებრივი ხედვა ეს არის როცა მარტო შენი შემოკავებული კი არ უნდა მიგაჩნდეს შენად მთელი სამშობლო ეს შენია და როცა შენ ეზოში ხეს დაუსხა წყალს რო არ გახმეს ეზოს იქით გზის იქითაც უნდა დაუსხა აუცილებლად ეს არის პატრიოტიზმი ეს არის სამშობლოს სიყვარული და ეს არის ზოგადად დიდება უფალს ღვთის მიერ მოცემული მადლის დანახვა რომ იმას ყველაფერს უპატრონოთ ერთმანეთს რა გამოვიფხიზლოთ და ეს არის ძალიან როგორ ვთქვათ საუკეთესო ერთობა დღეს ძალიან მიხარია მე ცოტა ისეთ ფორმაში წამოვედი რომ დამეტანი სამუშაო ფორმაში არ ვარ მაგრამ ცოტა რაღაცას წვლილს მაინც მივიღებ მონაწილეობას და ძალიან მიხარია რომ აი ეს შიში გაძლია საზოგადოება სახელმწიფოსგან არის სახელმწიფო ვართ ერი ჩვენია მაგრამ ბაბო ყოველი გოჯი მიწა ვისი საკუთრებაც არ უნდა იყოს საჯარო რეესტრის ამონაწერით ჩვენი არის ეს ჩვენ ვართ მასპინძელი ერი ჩვენ დიდება უფალს მოგცა უფალმა იმის პირატესობა რომ აქ დაუბადებული ხავით და მისი წარმომქმნელი ერი ქართველები ვართ ყველას გენაცვალეთ ვისაც საქართველოს მიყვართ ყველა მიყვარხართ მაგრამ კეთილინებეთ და მასპინძლებლად ჩვენ მიგიჩნიეთ ყველამ აბსოლუტურად ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და ჩვენთან ერთად დადგებით და ჩვენ კაი საქმეს გავაკეთებთ ღვთისნიერს ყველა ჩვენი ხართ და გვარს არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში აბა დროებით